Hello. Thank you so much for joining us. მოგესალმებით. პოლკოვნიკო ვილკერსონი. დიდ მადლობას გიხდით, რომ შემოგვიერთდით. ლაშა მადლობა ამ ინტერვიუს ორგანიზებისთვის. ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, კერძოდ გადაცემა 42 პარალელს, რომელიც ძირითადად საერთაშორისო ურთიერთობებსა და გლობალურ საკითხებზეა ფოკუსირებული. ლაშა ჩვენი ძალიან კარგი მეგობარია. ამ ზაფხულს ბევრი საინტერესო ინტერვიუს ჩაწერაში დაგვეხმარა, განსაკუთრებით თბილისში გამართული კონფერენციის დროს, რომელშიც ბევრი გამოჩენილი მეცნიერი მონაწილეობდა. ლაშა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. გთხოვ წარუდგინო ჩვენი სტუმარი აუდიტორიას. Our guest to our Georgian local audience, please. Sure, I'll be happy to. Today we have Colonel Wilkerson with us, who graciously agreed to. სიამოვნებით. დღეს ჩვენთან არის პოლკოვნიკი ლორენს უილკერსონი, რომელიც საბედნიეროდ დაგვთანხმდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში მონაწილეობაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, პოლკოვნიკ უილკერსონის ბოლო თანამდებობა მთავრობაში იყო სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი. ის ასევე გახდა სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის შტაბის დირექტორის მოადგილე ელჩ რიჩარდ ჰაასის დაქვემდებარებაში, სადაც 2001-2002 წლებში კურირებდა აღმოსავლეთ აზიის, წყნარი ოკეანის რეგიონის სამხედრო პოლიტიკურ და საკანონმდებლო საკითხებს. პოლკოვნიკი უილკერსონი საერთაშორისო ურთიერთობების ბრწყინვალე ანალიტიკოსია და ჩვენთვის დიდი პატივია მისი მასპინძლობა. Of him to be with us today. And we are honored to have you, sir. მოხარული ვარ თქვენთან ყოფნით, ლაშა. ალბათ ბოლო კვირების ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაა, რომელიც მთელ მსოფლიოში აქტიურად განიხილება. გსურს მოვისმინოთ თქვენი ხედვა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. კერძოდ კი შემდეგ თემაზე, ტრამპის ადმინისტრაციას ხშირად ახასიათებენ როგორც იზოლაციონისტურს. რას ფიქრობთ ამაზე? არის ის მართლაც იზოლაციონისტი? ნამდვილად აპირებს ის მხოლოდ დასავლეთ ნახევარსფეროზე ფოკუსირებას და რეალურად რას ამბობს ეს სტრატეგია მის საგარეო პოლიტიკაზე? National security strategy is that about his foreign policy. Let me start with a little history. ნება მომეცით მცირე ისტორიული ექსკურსით დავიწყო. ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციაში, რომელსაც როგორც გახსოვთ ძალიან რთული გარდამავალი პერიოდი ჰქონდა ფლორიდის საარჩევნო ბიულეტენების სკანდალისა და უზენაეს სასამართლოს ჩარევის გამო, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიმართულებით მუშაობა დიდი მონდომებით დავიწყეთ. დოქტორმა რაისმა, რომელიც მაშინ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო, რიჩარდ ჰაასსა და სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის ჯგუფს ამ დოკუმენტის დაწერა დაავალა. სამთვიანი მუშაობის შემდეგ, რომელშიც მეც მონაწილეობდი, წარვადგინეთ პროექტი, თუმცა დოქტორმა რაისმა ის დაიწუნა. შემდეგ ეს საქმე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საკუთარ თანამშრომლებს გადააბარა. 3 თვის შემდეგ 11 სექტემბრის ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე მან არც ეს ვერსია მიიღო. საბოლოოდ 2001 წლის 11 სექტემბრის წინადღეს მან ეს სამუშაო ერთ-ერთ გარე ანალიტიკურ ცენტრს დაუკვეთა. ასე რომ ბუშის 2002 წლის სტრატეგია ფაქტობრივად გარე ორგანიზაციის მიერ იყო მომზადებული. გადმოვინაცვლოთ დღევანდელ დღეს. თითქმის დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ახლახან გამოქვეყნებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ჰერითიჯის ფონდის მიერაა მომზადებული. როგორც იცით, სწორედ მათ დაწერეს პროექტი 2025 და ამ ადმინისტრაციაში უამრავი ადამიანი, როგორც საჯარო, ისე ჩრდილოვანი ფიგურა, სწორედ მათ გავლენას განიცდის. ამ სტრატეგიის წარმომავლობა სავარაუდოდ იგივეა, რაც პროექტი 2025-ის. ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. რას ეუბნება ეს დოკუმენტი მაგას, ტრამპის ტრადიციულ მხარდამჭერ ამორჩეველს? აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაგას მოძრაობა ახლა ქაოსშია და თანმიმდევრულობას კარგავს. ნაწილობრივ ჩარლი კირკის მკვლელობის რეზონანსის გამო და ნაწილობრივ იმიტომ, რომ რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წევრი, რაც არ უნდა ტვინგამორიცხილი ყოფილიყვნენ აქამდე, გამოფხიზლებას იწყებს. კონგრესმენებიცა და რიგითი მოქალაქეებიც ხვდებიან, რომ ჩვენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ სრულიად არაგონიურულ ნაბიჯებს ვდგამთ. ეს სტრატეგია ორი მიზნით გამოაქვეყნეს. პირველი ეს არის გზავნილი მაგას ბაზისთვის, მათი კონსოლიდაციისთვის. ისინი იყენებენ ტერმინს იზოლაციონიზმი, თუმცა ვფიქრობ, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით ფოკუსი დასავლეთ ნახევარსფეროზე. ეს გათვლილია ამორჩევლის იმ ნაწილზე, ვისაც ნარკოტიკებთან ბრძოლა, საშინაო პრობლემები და შიდა მოღალატეებისა თუ ტერორისტების თემა აინტერესებს. თუმცა სტრატეგიის არსი უცვლელია. ის ჩინეთს ჩვენს მთავარ პოტენციურ მტერს და იმ ცივი ომის შემოქმედს უწოდებს, რომელიც თითქოს გადარჩენისთვის გვჭირდება.
სტრატეგია აცხადებს, რომ ჩვენ დავასუფთავებთ დასავლეთ ნახევარსფეროს და იქიდან ჩინურ გავლენას განვდევნით. ეს ირონიულია, რადგან დღეს სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობისთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია და არა შეერთებული შტატები. კანადის ლიდერმაც კი მიანიშნა, რომ აპირებს საკუთარი ეკონომიკის ამერიკისგან გამიჯვნას. ჩვენ საკუთარ ნახევარსფეროშივე ვიზოლირდებით. სანამ ჩვენ ვითომ და ნახევარსფეროზე კონტროლის აღდგენას ვცდილობთ მონროს დოქტრინის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინმა ეს დოქტრინა საერთოდ თავზე გადაგვახია. 2024 წელს მან რეგიონში ფრეგატი, ადმირალი გორშკოვი და ბირთვული წყალქვეშა ნავი მოსკოვი გამოაგზავნა და ვენესუელის მხარდაჭერით ჩვენს გავლენას ბოლომდე ანეიტრალებს. პუტინი ფაქტობრივად ჩვენივე წამლით მკურნალობს. ჩვენ მისი ახლო სამეზობლოს გულში შევიჭერით უკრაინის ხელით. ის კი ახლა კარიბის ზღვის აუზში შემოდის და მონროს დოქტრინას აუქმებს. სწორედ ამ დილას თეთრმა სახლმა სრულიად აბსურდული განცხადება გაავრცელა. თითქოს სამხრეთ ამერიკის ისტორიაში უდიდესი არმადა ვენესუელის სანაპიროებთანაა მობილიზებული. მათი თქმით, ეს ფლოტი იქ 300 მილიარდი ბარელი ნავთობის დასაბრუნებლადაა, რომელიც თურმე არა ვენესუელას, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის. ეს სტრატეგია მხოლოდ თვალის ახვევაა. ჩვენი პოლიტიკა უცვლელი რჩება. უფრო მეტად ფოკუსირდებით ჩვენს მთავარ მტერზე, ჩინეთზე. არ მგონია ტრამპს ჩინეთთან ცხელი ომი უნდოდეს. თუ მის პენტაგონს, თუნდაც ისეთი ადამიანის მეთაურობით, როგორც პიტ ჰექსეტია, მცირე წარმოდგენა მაინც აქვს, რამდენად ჩამოუვარდება აშშ ჩინეთს ეკონომიკურად, სამხედრო თუ ინდუსტრიული თვალსაზრისით, მათ ტრამპი უნდა გაეფრთხილებინათ. ჩინეთთან ომი ჩვენ სრულ განადგურებას ნიშნავს და სავარაუდოდ ბირთვულში გადაიზრდება, რაც შედეგად ყველას გაგვანადგურებს. არსებითად ეს სტრატეგია ახალს არაფერს ამბობს, უბრალოდ ბუნდოვანი ფრაზებითაა შეფუთული. ის, რასაც იზოლაციონიზმს ეძახით, მე მას დასავლეთ ნახევარსფეროზე ფოკუსირებას უწოდებდი მაგას საამებლად. ის იგივე მთავარ მეტოქეს გამოყოფს, მსოფლიოს წამყვან ეკონომიკას, სამხედრო ძალას და ფლოტს. ჩვენს წინაშეა თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა, რომელიც თვეში ერთ ხომალდს აშენებს. ჩვენ კი წელიწადში ერთსაც ძლივს ვაწარმოებთ. მიუხედავად ამ კოლოსალური დისბალანსისა, ჩვენ მაინც გადარეული ხარივით ვიჭრებით იქ, სადაც მთავარი სამიზნე ჩინეთია. But nonetheless, we're going ahead like a bull in a china shop. And China is the principal target. So Lasha, პოლკოვნიკო, ჩვენი აუდიტორიისთვის რომ დავაზუსტოთ, რას ნიშნავს ჩინეთის ნომერ პირველ კონკურენტად გამოცხადება? კონკრეტულად ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩვენ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. როგორ აისახება ეს გლობალური მეტოქეობა ჩვენზე? with China. That's a good question, and I answered that question for a much bigger power. ეს კარგი კითხვაა. ზუსტად ამ საკითხებს Yeah, საუბრობდი definitely, დღეს დილით გაცილებით დიდი ძალის, ინდუეთის კონტექსტში. თუ ჩემს ანალიზს თვალს ადევნებთ, ხშირად ვამბობ, რომ ძალაუფლების გადანაცვლება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ შეუქცევადი პროცესია. მართალია, ჩინეთი ამ ცვლილების მთავარი მამოძრავებელია, მაგრამ ეს მხოლოდ მისი დამსახურება არ არის. შეერთებული შტატების პოლიტიკამ უნებლიეთ აიძულა რუსეთი და ჩინეთი შეექმნათ ფაქტობრივი ალიანსი. სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ინდუეთიც დაინტერესებულია ამ ჯგუფთან დაახლოებით, ან სულ მცირე ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით. ნაცვლად იმისა, რომ დასავლეთის მხარე დაიჭიროს. ჩვენ თავადვე შეუწყვეთ ხელი ამ მასშტაბურ და გარდაუვალ ცვლილებას და ახლა ეს პროცესი იმაზე ბევრად სწრაფად და ჩვენთვის მეტი წინააღმდეგობით მიმდინარეობს, ვიდრე საჭირო იყო. ეს დაბრკოლებები ჩვენივე ხელით შევქმნით და უკრაინის კონფლიქტი ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ჩემი რეკომენდაცია საქართველოსთვის, ისევე როგორც ინდუეთისთვის, არის ის, რომ თქვენ ამ ცვლილებების ეპიცენტრში უნდა აღმოჩნდეთ. ვაჭრობა თქვენს რეგიონზე ორივე მიმართულებით გაივლის: აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და სავარაუდოდ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაც. ატლანტიკის მეორე მხრიდან მომდინარე დასავლური ძალაუფლების დაღმასვლა გაცილებით მკვეთრი და სწრაფი იქნება, ვიდრე თავიდან ველოდი. მე 91 წლის ვარ და შეიძლება მოვესწრო კიდეც იმ დროს, როცა დანარჩენი მსოფლიო ისე აშკარად გაერთიანდება ამერიკის წინააღმდეგ, რომ ჩვენი გადარჩენაც კი გაჭირდება. კონტექსტისთვის გეტყვით. მიზეზი, რის გამოც შეერთებული შტატების სამიზნე ვენესუელას 300 მილიარდი ბარელი ნავთობის მარაგია და რის გამოც ტრამპის ადმინისტრაცია ნავთობტანკერებს აკავებს, არის ბერკეტის მოპოვება. თუ ამ ნავთობს ხელში არ ჩავიგდებთ, ჩვენ დავკარგავთ უნარს, შევაჩეროთ გლობალურ ნავთობ საზოგადოებაში დაწყებული მოძრაობა, დოლარიდან სხვა ვალუტებზე გადასვლა. გადავლენ ისინი იუანზე, რუპიაზე, რუბლზე თუ ვალუტების კალათაზე, მნიშვნელობა არ აქვს. გლობალურ ნავთობაჭრობაში დედოლარიზაცია ამერიკული იმპერიისთვის კატასტროფა იქნება. დღეს აშშ მხოლოდ ჩვენი მთლიანი ვალის პროცენტებში წელიწადში $1 ტრილიონ იხდის. კონგრესის საბიუჯეტო ოფისი ვარაუდობს, რომ 5 წელიწადში ეს ციფრი 2 ან 3 ტრილიონამდე ავა.
ეს ეკონომიკურად დაგუყავს. ჩვენი საკრედიტო რეიტინგი ფსკერზე დაეცემა, რაც შეუძლებელს გახდის ჩვენი სახაზინო ვალდებულებების სოფლიო ბაზარზე გაყიდვას. მყიდველების მოსაზიდად მოგვიწევს საპროცენტო განაკვეთების ასტრონომიულ ნიშნულამდე აწევა, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენს ფისკალურ მდგომარეობას. ჩვენ სავალალო ფისკალურ მდგომარეობაში ვართ. სწორედ ეს ხსნის ვენესუელას ნავთობზე ფოკუსირებას. ეს დროებითი ამოსუნთქვა. ვენესუელა უფრო მეტ ნავთობს ფლობს, ვიდრე საუდის არაბეთის ცნობილი მარაგებია. მასზე კონტროლი მოგცემს იმ ძალას, რომ დაუბრუნდეთ ბაზრებზე და შევაჩეროთ გლობალური მოძრაობა დოლარიდან სხვა ვალუტებისკენ ნავთობით ვაჭრობაში. დაუბრუნდეთ საქართველოს. თქვენ ამ ძვრების შუაგულში ხართ. თქვენ არ გავხართ თურქეთს, რომელიც ერთგვარად ეთამაშება იდეას და ალბათ განახორციელებდა კიდეც, რომ ნატოს სამხრეთის საყრდენი გამოაცალოს ალიანსიდან გასვლით. მას სურდა ენახა, შეძლებდა თუ არა თავადვე დაპირისპირებოდა ძალაუფლების ამ შეუქცევად გადანაცვლებას, ან მისი ნაწილი მაინც ჩაეგდო ხელთ. ფიქრობ, სწორედ ეს იყო ერდოღანის თავდაპირველი გეგმა, მაგრამ მერე გადაიფიქრა. ახლა ის ცდილობს დინებას მიხვეს და ისარგებლოს ტრანსპორტირების მოსაკრებლებითა და მილსადენებით, როგორიცაა ჯეიჰანის მილსადენი, რათა ამ სავაჭრო ნაკადებიდან სარგებელი ნახოს. სწორედ ამას ურჩევ კავკასიასაც. არ დაუკავშირდეთ არც ერთ დიდ ძალას, არ აიღოთ არც ერთი მსხვილი მოთამაშის ქრთამი. იყავით დამოუკიდებლები, იყავით ნეიტრალურები და მიეცით საშუალება ამ გლობალურ ვაჭრობას თქვენზე გადაიაროს, სანამ თქვენ თქვენს წილს იხეირებთ. თქვენ უნდა იყოთ დამოუკიდებელი, ნეიტრალური ქვეყანა, რომელიც მონაწილეობს ამ შეუკავებელ ცვლილებაში და კარგად ხედავს, საით მიცურავს გემი და სად არის ამ ძალის გენერატორი. ეს არ ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან არ მოგიწევს საქმის დაჭერა ჩინეთთან, რომლის რეალური ძალა უკვე აღემატება მის ამჟამინდელ გლობალურ როლს და ის უფრო მეტისკენ ისწრაფვის. მართალია, ჩინეთს კარგად ვიცნობ და არ ვფიქრობ, რომ ისინი აუცილებლად საფრთხედ იქცევიან, მაგრამ ისტორია სავსეა მაგალითებით, როცა სახელმწიფოები იმაზე დომინანტები ხდებიან, ვიდრე მსოფლიოს შეუძლია აიტანოს. ამჟამად ჩინეთს არავინ აკონტროლებს, საკუთარი შიდა გამოწვევების გარდა, რომელიც საკმაოდ სერიოზულია. ჩინეთმა მიაღწია იმ წერტილს, სადაც მისთვის სულერთია ტრამპის ტარიფები იშვიათ ლითონებსა და სხვა ნედლეულზე, რომელიც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს, ან უпростоრად ომის დეპარტამენტს სჭირდება. როცა ისეთი ძლიერი ხარ, როგორც ჩინეთი, შეგიძლია აშშ-ს უთხრა. ამ ლითონების გაყიდვას იმიტომ კი არ გიბლოკავ, რომ შენი დაზიანება მინდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემს საკუთარ შიდა ინდუსტრიას სჭირდება. ჩინეთი იმდენად წარმატებულია, რომ თავადვე მოიხმარს იმ მასალებს, რომლებიც დენ სიაოპინმა წლების წინ ასე ოსტატურად ჩაიგდო ხილში. ისინი აღარ ცდილობენ მსოფლიოს ფასები უკარნახონ. ისინი უბრალოდ ცდილობენ გამოკვებონ საკუთარი გიგანტური შიდა მრეწველობა. საქართველომ უნდა გამოიყენოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა, რომ ნახოს მოგება და აკეთოს ბიზნესი ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან. ნუ აირჩევთ მხარეს, რუსეთს, ნატოს და ნურც ამერიკას. იურთიერთებთ ყველასთან და ფოკუსირდით გადარჩენაზე. არავის დაუკრათ თავი და რა თქმა უნდა, ნუ მოახდენთ რუსეთის პროვოცირებას. მათ 2008 წელს აჩვენეს რისი გაკეთება შეუძლიათ, როცა განრისხებულები არიან და ეს კიდევ ერთხელ დამაჯერებლად დაამტკიცეს უკრაინაში. აქ სხვა პრობლემაცაა, როგორც კლაუზევიცი აღნიშნავდა, ომს თავისი დინამიკა აქვს, როგორც კი ის დაიწყება. ევროპამ შესაძლოა შექმნას თვითახსრულებადი წინასწარმეტყველება, სადაც რუსეთი იმაზე შორს წავა, ვიდრე აპირებდა. პუტინმა ნათლად თქვა, რომ მას არ სურს შემდგომი გაფართოება, მას არ სურს უკრაინის ნარჩენების მართვა ან იქაურ რადიკალურ ელემენტებთან გამკლავება. თუმცა თუ დასავლეთი საკმარისად სულელი აღმოჩნდება, ჩვენ შეიძლება სწორედ ეს შედეგი ვაიძულოთ. შეხედეთ ფრიდრიხ მერცს გერმანიაში. ვფიქრობ, ის ჩავარდება, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს თუ წარმატებას მიაღწევს. მერცი BlackRock-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, კოლაფსირებული გერმანული ეკონომიკის წინაშე დგას. მისი გამოსავალია მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ის დახარჯვა თავდაცვასა და გადაიარაღებაზე. სულ რაღაც 2 დღის წინ Rheinmetall-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათი მიზანია გადაუსწრონ Lockheed Martin-სა და Northrop Grumman-ს და გახდნენ უდიდესი სიკვდილით მოვაჭრეები მსოფლიოში. სტატიაში გამოქვეყნებული იყო ჰაუბიცებისა და ტანკების სურათები. ეს ჩვენ უკვე ვნახეთ ევროპის შუაგულში. ვერ ვიტყოდი, რომ ეს მოვლენები კარგის ნიშანია, მით უმეტეს გერმანიის დღევანდელ პოლიტიკურ ფონზე, სადაც AfD-ს რეალური შანსი აქვს არჩევნებზე მოსახლეობის 51%-იანი მხარდაჭერა მიიღოს და პირველი პარტია გახდეს. ეს უკიდურესად სახიფათო სიტუაციაა. საქართველოსთვის საუკეთესო პოზიცია დარჩეს ნეიტრალური, ივაჭროს ყველასთან, აყვავდეს როგორც სამიწარმეო ჰაბი კავკასიაში და შეინარჩუნოს მთავრობა, რომელიც ამ ფილოსოფიას მიჰყვება. Yes. ლაშა გთხოვ შემოუერთდი ამ დისკუსიას. Join this discussion. I'll be happy to. I just want to quickly. დიახ, სიამოვნებით.
მინდა მოკლედ დაუბრუნდე ამ სტრატეგიულ დოკუმენტს. რამდენიმე კომენტარით. მე სრულად ვეთანხმები პოლკოვნიკის შეფასებას. ეს მიმდინარე პოლიტიკა შეიძლება დახასიათდეს როგორც პრიმატის, პირველობის შენარჩუნება სხვაგვარი საშუალებებით. ეს არის რაღაც ისეთი, რაც აქამდე არ გვინახავს. თუ დავაკვირდებით ამ 2025 წლის დოკუმენტის ენას, ის უკიდურესად რეალისტურ სკოლაზეა ორიენტირებული. ფიქრობ, პოლკოვნიკი დამეთანხმება, რომ ეს არის რადიკალური გადახვევა ვოლფოვიცის დოქტრინისაგან. ასე არ არის, პოლკოვნიკო? Would you say, Colonel? დიახ. But reading in between the lines is what matters. თუ სტრიქონებს შორის წავიკითხავთ 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია წარმოადგენს ამერიკის გლობალური პოზიციის უფრო კომპარტმენტალიზებულ ხედვას. ლიბერალური ინტერნაციონალიზმის ძველი უნივერსალისტური და მესიანური სულისკვეთება მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ საერთოდ არ გამქრალა, ეს მაგონებს ცნობილ მოწოდებას ამერიკა დაბრუნდი სახლში, რაც ნიშნავს ჩვენი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების რეგიონულად შერჩევას და ძალისხმევის 95%-ის ისევ აქეთ დასავლეთ ნახევარსფეროზე გადმოტანას. მე ამას მონროს დოქტრინის ტრამპის კოროლარიუმს უწოდებდი. თეორიულად ეს დიდი ნახტომია, თუმცა შევცდებით. ტრადიციულ მეკავშირეებზე გავლენის შენარჩუნებისა და ძალის პროექციის ამბიცია კვლავ არსებობს. უბრალოდ ის ახლა უფრო სელექციური და ეფექტიანია. როგორც პოლკოვნიკმა ახსენა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, ჩვენ ხედავთ ევრაზიული ერთობლივი მმართველობის ჩამოყალიბებას ჩინეთსა და რუსეთს შორის პარტნიორობის გარეშე. ეს ახალი ძალის პოლუსი, რომელიც 90-იანი წლების ამერიკული მსოფლიო წესრიგის საპირწონეა, უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ზოგი ამას შეიძლება მაკინდერისეული პრიზმით უყურებდეს. ჰალფორდ მაკინდერის ჰარტლენდის თეორიას გულისხმობ. მაგრამ ევრაზია რეალურად შორდება ამ ძველ ხედვას. დასავლეთი ახლა უძლური ჩანს გავლენა მოახდინოს რეგიონზე როგორც პერიფერიიდან, იმლენდიდან, ისე თავად ჰარტლენდიდან. არსებობს ერთი გავრცელებული მეინსტრიმული აზრი. თითქოს რუსეთი უკრაინის ომის გამო კარგავს გავლენას ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. მე მჯერა, რომ სიმართლისაგან უფრო დაშორებული რამ წარმოუდგენელია. თუ ისეთი პატარა ქვეყანა როგორც საქართველო ან სომხეთია ამ მცდარ არგუმენტს დაიჯერებს, მათ ემუქრებათ საფრთხე, რომ უკრაინასავით დაასრულონ. ავიღოთ სომხეთი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გარკვეულ პრაგმატიზმს იჩენენ, ფიქრობ ისინი სტრატეგიულ უგუნურებაში არიან ჩართულნი. სომხეთის უსაფრთხოება ფუნდამენტურად რუსულ გარანტიებზეა დაფუძნებული. ის შემოთავაზებები კი, რომლებიც ახლა პარიზიდან ან ბრიუსელიდან მოდის, შეცდომაში შემყვანია და ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიან სტაბილურობას. პრაგმატიზმი უნდა იყოს პრიორიტეტი. ჩვენ ხედავთ გეოეკონომიკური დაკავშირებადობის სხვადასხვა მცდელობას, მაგალითად ზანგეზურის დერეფანს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციამ სახელი შეუცვალა. ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის დაარყვა და მის მართვას 99 წლით ეცდება. ზოგისთვის ეს ტროას ცხენს ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ლიდერობით თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციას მოსკოვი ყურადღებით აკვირდება. რუსეთის საბოლოო უსაფრთხოების ინტერესები ყოველთვის გადაწონის დასავლურ თუ თურქულ მცდელობებს ბალანსის შესაცვლელად. რუსეთის საბოლოო გადაწყვეტა თითქმის ყოველთვის სამხედრო გზაა. სამხრეთ კავკასიაში არ არსებობს არანაირი რეალური ალიანსი, რომელსაც რუსეთისათვის გამოწვევის სროლა შეუძლია. იდეა, რომ კავკასიის სამივე სახელმწიფო თუნდაც დასავლეთის ან თურქეთის დახმარებით გაერთიანდეს, რუსეთის წინააღმდეგ უბრალოდ სასაცილოა. რუსეთმა ამ მხრივ სტრატეგიულად ჯერ კიდევ 2008 წელს გაიმარჯვა, როცა ჩანასახშივე აღკვეთა ნატოს გაფართოება საქართველოში. შემდეგ კი იგივე გააკეთა 2014-ში და 2022 წლებში უკრაინაში. რუსეთმა დააწესა თავისი წითელი ხაზები და მათ არავინ გადაკვეთს. რაც შეეხება ჩინეთს, ისინი უბრალოდ მშვიდად ხედან და უყურებენ, როგორ იფიტება ეს გეოპოლიტიკური დინამიკა. ჩინეთს უკვე აქვს კოლოსალური გეოეკონომიკური გავლენა ცენტრალურ აზიაში, მაგრამ ისინი პატივს სცემენ მოსკოვის წითელ ხაზებს,
რუსეთ-ჩინეთის ალიანსის მეშვეობით. ევრაზიული კონცეფცია იმაზე მეტად გაძლიერდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა 10-15 წლის წინ. Imagine, let's just say 10-15 years ago. So, Let me just say one thing. yes, please. Yes, please. As Lasher was ნება talking, მომეცით ერთი რამ დავამატო. სანამ ლაშა საუბრობდა, ჩამოვაყალიბე ამ პოლიტიკის მოკლე და ზუსტი შეჯამება. თუ როგორი უნდა იყოს ის? გონიერება, მოთმინება, პრაგმატიზმი და მოგება. pragmatism and profits. Yes, Georgia. Yeah. I would just comment on that. დიახ, რაც შეეხება საქართველოს, მინდა ჩემი პირადი ხედვა გამოვთქვა. ერთი საკითხია, როცა რადარების მიღმა რჩები და ჩუმატხარ. მე ყოველთვის ვიცავდი ამ თავრობის რისკ ანალიზს ამ მიმართულებით. თუმცა არ უნდა გადავიდეთ უკიდურესობაში, სადაც სრულიად უმოქმედო ხდები. ჩართულობა აუცილებელია. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტი თურქმენეთში ამის კარგი მაგალითია. ხომ ასეა, გიორგი? In Turkmenistan, right, George, if you დიახ, ეს იყო ვიზიტი თურქმენეთში. and a number of other meetings. ზუსტად და ბოლო დროს კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. არიან სკეპტიკოსები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოს ადგილი ცენტრალურ აზიაში კი არა, კაცრად ევროპაშია. ჩვენ ვხედავთ ამგვარ ისტერიას და იდეალიზებულ სულელურ მსჯელობებს, რომლებსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. თავარია პრაგმატიზმი. შეხედეთ ბიზნეს რეალობას, გეოსტრატეგიას და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. აინშტაინობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ წინსვლისთვის მეზობლებთან საერთო ენა უნდა გამონახო. სამოქალაქო დიპლომატიური, კულტურული და განსაკუთრებით გეოეკონომიკურ ფრონტზე ჩართულობა საქართველოსთვის ამ რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. France, I think, is vital for Georgia in this region. So, And just one other comment on the national ნება security. მომეცით ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიებთან დაკავშირებით ერთი ანეკდოტური, მაგრამ ბევრის თქმელი ამბავი გითხრათ. ბუშის ადმინისტრაციის დროს სტრატეგიის დოკუმენტის პროექტი კოლინ პაუელთან მივიტანე. ის ძირითადად პოლ ვოლფოვიცის, დუგლას ფეიტისა და სხვა ნეოკონსერვატორების დაწერილი იყო. პაუელს უთხარი, რომ ეს დოკუმენტი არ მომწოდა. მან იკითხა, რატომო? მე ასე ჩამოუყალიბე. არსებითად ეს დოკუმენტი ამბობს, რომ ცივი ომის შემდეგ ჩვენ ვართ მწვერვალის მეფეები. ჩვენ უმაღლეს წერტილში ვართ და არ ვაპირებთ ამ პოზიციის დათმობას. ამიტომ ვინც ამ მთის ძირში გაინძრევა, იქნება ეს პატარა თაგვით უძლიერი სახელმწიფო, ყველას გავჭყდეთ სანქციებით, სამხედრო ძალით, ან ორივეთი ერთად. პაუელმა მიპასუხა: ასეთ შეიძლება წაიკითხო, მაგრამ იცი რა არის ჩემი აზრი ამ საჯარო არაგრიფირებულ სტრატეგიებზე? ისინი ერთი ჩალის ფასიც არ ღირს. დოკუმენტები, რომელსაც რეალურად აქვს მნიშვნელობა, არის ის, რასაც ყოველდღე ვხედავთ. გრიფით საიდუმლო ან სრულიად საიდუმლო. ეს საჯარო ვერსია კი მხოლოდ მასებისთვის გადაგდებული სატყო არაა. ამაში არის სიმართლის მარცვალი. ეს საჯარო დოკუმენტები ხშირად მხოლოდ გამარტივებული ნარატივებია შიდა და საერთაშორისო აუდიტორიისთვის. Pablum for the masses in most cases, and not just domestic masses. Yeah, these documents. გეთანხმებით, ამ საჯარო დოკუმენტებს, როგორც წესი, დიდი რეპუტაცია აქვთ. ყოველ ჯერზე, როცა ახალი ადმინისტრაცია მათ აქვეყნებს, ამ სფეროს სპეციალისტები მათ ხშირად აბუჩად They've იგდებენ. been ridiculed. Powell wanted to stop it. He went to უფრო შორსაც წავალ. პაუელი ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშ უფროსთან მივიდა, როცა გაერთიანებული შტაბის მეთაური იყო და ჰკითხა, საერთოდ რატომ წერთ ამას? მან ამას სისულელე უწოდა, თუმცა ადმინისტრაცია ამტკიცებდა, რომ ამით ამერიკულ ხალხს აწვდიდნენ ინფორმაციას. forming the American people. Of what? Yeah. Yeah. so despite what you have მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ეს დოკუმენტები მაინც ემსახურება პოლიტიკურ გზავნილებს მსოფლიოსთვის. ტრამპის ადმინისტრაციის მიმდინარე სტრატეგიასთან დაკავშირებით ასეთი რამ მინდა გკითხოთ. რატომ არ ახსენებს ის ცენტრალურ აზიას და კავკასიას? დოკუმენტი ჩამოთვლის ისეთ რეგიონებს, როგორიცაა დასავლეთ ნახევარსფერო, აღმოსავლეთ აზია, ეგრეთ წოდებული ინდო-წყნარის ოკეანის რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა. მაგრამ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაზე სიტყვაც არაა ნათქვამი. დიდი ხნის განმავლობაში კავკასია და კასპიის ენერგორესურსები დასავლური ჰეგემონიისათვის მნიშვნელოვნად ითვლებოდა. თუ არა მთავარი პრიორიტეტი, ის მაინც მნიშვნელოვან რეგიონად განიხილებოდა. ტრამპის სტრატეგია კი მათზე არაფერს ამბობს. რატომ, რას ფიქრობთ ამაზე? national security strategy say no word about that? What is the reason behind it? I think it's very
a very practical. ფიქრობ სტრატეგიის დოკუმენტიდან კავკასიისა და ცენტრალური აზიის ამოღება დონალდ ტრამპის ძირეული ფილოსოფიის პრაქტიკული გამოხატულებაა. წარსულში, როდესაც აშშ ამ რეგიონებს ყურადღებას აქცევდა, ეს ხშირად იმიტომ ხდებოდა, რომ ჩვენ გვინდოდა მათი გამოყენება პაიკებად ისეთ ქვეყნებთან ბრძოლაში, როგორიც რუსეთია. ეს იყო ცინიკური ინტერესი. ჩვენ ვკითხულობდით, რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს, მოლდოვას ან რუმინეთს ჩვენთვის ამ კონფლიქტში. ჩვენ გვინდოდა და კიდევაც გავაკეთეთ ამ ბრძოლის გაღვივება უკრაინაში ჩვენი პოლიტიკის მეშვეობით. ახლა კი კრიტერიუმები შეიცვალა. კითხვა ასე ისმის: გააქვთ იშვიათი მიწალითონები, გააქვთ ნავთობი ან ბუნებრივი აირი, გააქვთ ისეთი საქონელი, რომელიც სასწრაფოდ გვჭირდება ჩვენი კოსმოსური ინდუსტრიისთვის ან ეკონომიკისთვის. აშშ უკვე თითქმის აღარაფერს აწარმოებს და ნედლეულიც გვაკლია. მაშინაც კი როცა გვაქვს მაგალითად იშვიათი მიწალითონების უზარმაზარი საბადოები მონტანაში, შიდა პოლიტიკა და გარემოს დაცვითი საკითხები თითქმის შეუძლებელს ხდის მათ მოპოვებას. ეს ფოკუსირება რესურსებზე ხსნის ჩვენს დღევანდელ ქმედებებს. ვენესუელაში შექმნილი სიტუაცია ამის თვალსაჩინო მტკიცებულებაა. დონალდ ტრამპი ბიზნესმენია, რომელიც მოქმედებს როგორც ხარბი მომხვეჭელი. მას უნდა ის, რაც სხვას აქვს. თუ გაქვს რესურსი, რომელიც მას სჭირდება, შენ ხვდები მის თვალთახედვაში, ან როგორც მეგობარი, ან როგორც მტერი. ნავთობის გამო ვენესუელა მტერია. რუსეთი კი არის ქვეყანა, რომელიც მას მეგობრად უნდა. ეჭვი მაქვს ტრამპმა გაიგო რუსეთის აუთვისებელი ბუნებრივი რესურსების შესახებ, განსაკუთრებით ურალის აღმოსავლეთით, რომლებიც სავარაუდოდ უტოლდება იმ კოლოსალურ რესურსებს, რასაც აშშ ფლობდა დაარსებისას. ისევე როგორც ვაშინგტონი მიიჩნევდა ამერიკის კონტინენტის მდინარეებსა და მიწებს ღვთაებრივ განგებად, რუსეთიც ასე წარმოუდგენელ პოტენციალზე ზის. სწორედ ამიტომაა ჩინეთი უკვე იქ, მუშაობენ ურთიერთობების განმტკიცებაზე და სასიცოცხლო სივრცის უზრუნველყოფაზე. ჩვენ სწორედ ამ რესურსებს მივშტერები ვართ. ტრამპს რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა, მაშინაც კი თუ ეს ნიშნავს ჯანდაბასაც წაუღია უკრაინა. ამით ის უპირისპირდება საკუთარი ადმინისტრაციის წევრებს და იმ რუსოფობიას, რომელიც ამჟამად აშშ-ში მძვინვარებს. რუსეთის წინააღმდეგ საზოგადოებრივი განწყობები სათუთად იქნა კულტივირებული. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამერიკელების 60-70%-ს ახლა რუსეთის ძულს. ეს რუსოფობია ისეთივე ირაციონალურია, როგორც გერმანიის დღევანდელი ობსესია ჰოლოკოსტით. პოლიტიკა, რომელსაც ისინი იქამდე მიხავს, რომ ისრაელს ბოლომდე უჭერენ მხარს, მაშინაც კი, როცა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მხრიდან დაგმობის რისკის ქვეშ დგებიან. ასე რომ ჩვენი ფოკუსირება რუსეთზე ისეთივე სულელურია, როგორც გერმანიის დამოუკიდებულება ჰოლოკოსტის მიმართ. თუ გინდა ტრამპის დღის წესრიგში მოხვდე, უნდა გქონდეს რაღაც, რაც მას სურს. Be attended by him. You got to have something he wants. Colonel, if you have few words პოლკოვნიკო, თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვა არასამთავრობო ორგანიზაციებზეც გითხარით. თქვენი ბრწყინვალე ანალიზი და ის ინფორმაციული მრავალფეროვნება, რასაც ამ საკითხზე ფლობთ, ფასდაუდებელი იქნებოდა. ხომ ასეა, გიორგი? Right, George? I mean, I think დიახ, ნამდვილად. Interesting point to make right now. კონკრეტულად ის გავლენა, რაც მათ საქართველოზე ჰქონდათ, დაუჯერებელია. ბოდიშ ვიხდი რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ მათ ქვეყანა რამდენჯერმე მიიყვანეს კოლაფსის პირას. George, absolutely, yeah. We weaponize liberal democracy. And ეს მხოლოდ საქართველოს არ არის. ჩვენ ლიბერალური დემოკრატია იარაღად ვაქციეთ. ჩემი ინფორმაციით მიმდინარე 2025 წლის სტრატეგია, თუმცა ეს შეიძლება პირდაპირ არ ეწეროს, აპირებს ამის შემოტრიალებას. გეგმა არის ის, რომ გულებისა და გონების მოგების მეთოდი შეიცვალოს სტრატეგიით, რომელიც მკაცრად ორიენტირებულია ეკონომიკასა და ჩვენს მოთხოვნილებაზე ნედლეულზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გადავდივართ პოლიტიკაზე, რომლის მიზანია რესურსების მოპოვება და არა ქართველი ხალხის სულების დატყვევება. მართალია არ ვიცი ჩაერთვებიან თუ არა ამაში ისევ NGO-ები, მაგრამ ვიცი რომ CIA უკვე მუშაობს სანგრებში, რათა გაარკვიოს როგორ განახორციელოს ეს ცვლილება პრაქტიკაში. ისტორიულად დაახლოებით 2002 წლიდან ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის დროს ჩვენ დავიწყეთ დემოკრატიის იარაღად გამოყენება ზუსტად ისევე, როგორც ძველი იმპერიები იყენებდნენ რელიგიას. როგორც ფრანგები, ესპანელები და ბრიტანელები იყენებდნენ ქრისტიანობას ოქროსა და ვერცხლის ხელში ჩასაგდებად ახალ სამყაროში. ისე გავაგზავნეთ ჩვენ ლიბერალური დემოკრატია ევროპაში და სხვაგან. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ეს მოგცემდა მორალურ უპირატესობას ამ ერებზე, რაც საშუალებას მოგცემდა გავლენა მოგვეხდინა მათ არჩევნებსა და პოლიტიკაზე ამერიკული იმპერიის სასარგებლოდ. ჩვენ ეს ყველაფერი ისევე გამოვიყენეთ საქმეში, როგორც ადრე პირდაპირი მოქმედების მეთოდებს ვიყენებდით. მაგალითად, 1953 წელს კერ
კერმიტ რუზველტის მონაწილეობით ირანში, როდესაც დავამხეთ დემოკრატიულად არჩეული ლიდერი მოჰამედ მოსადექი. ან ჩვენი ქმედებები გვატემალასა და ჩილეში. ჩვენ ეს უხეში ძალადობა შევცვალეთ მთავრობების უფრო დახვეწილი ჩაგდებით და მათი ვასალური სახელმწიფოებად ქცევით. ეს უკიდურესად წარმატებული აღმოჩნდა. მე მჯერა რომ ჩვენ მოვახდინეთ გავლენა ნატოს ორი გენერალური მდივნის შერჩევაზე, ევროპარლამენტის სხვადასხვა წევრსა და ნატოს ყოფილი ნეიტრალური ქვეყნების რამდენიმე ლიდერზე. ჩემი შეფასებით ამ ცვლილებებს ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა არასდროს უჭერდა მხარს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მივახციეთ ნატოს 32 წევრამდე გაფართოებას ისეთი ქვეყნებისთვის რთული მოთხოვნების გვერდის ავლით, როგორიცაა მონტენეგრო და ალბანეთი. იმ დროს ჩემთან დაახლოებულმა პირმა ალბანეთი კრიმინალურ სახელმწიფოთაც კი დაახასიათა, მაგრამ ჩვენ ისინი მაინც მივიღეთ, რადგან გვინდოდა ყველა შესაძლო მხარე ჩვენს ბანაკში ყოფილიყო რუსეთის წინააღმდეგ. ეს მეთოდი ბევრად უკეთ მუშაობდა, ვიდრე ძველი ბინძური გადატრიალებები, რომლებმაც შაჰი დასვეს ირანში ან პინოჩეტი ჩილეში. ჩვენ ვცადეთ ეს რბილი ძალის მიდგომა ავღანეთსა და ერაყშიც. მას შემდეგ რაც 90-იანი წლების ბოლოს კლინტონის დროს კონგრესმა მიიღო რეჟიმის შეცვლის აქტი, მაგრამ იქ ჩავიჭერით და ისევ ხის ძალას მივმართეთ. ამან არ იმუშავა სირიაშიც, რადგან იქ არ დაგხვდა ისეთივე მიმღებლობა, როგორიც ევროპაშია. ამ სტრატეგიამ შექმნა ახალი ტიპის კვალიფიკაცია CIA-ში, რომელიც შემდგომ MI6-შიც გადავიდა. მე აქვე ჩავრთავდი მოსადსაც. ეს იყო შერწყმა იმისა, რასაც მე სამ თვალს ვუწოდებ. მოსადი, MI6 და CIA. არავითარი ეგრეთ წოდებული ხუთი თვალი არ არსებობს რეალურად. ამ ფორმატში მოსადი საკუთარი თავისთვის მუშაობდა. MI6 და CIA კი იმპერიისთვის. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვაკრიტიკებ ბენიამინ ნეთანიაჰუს, მას ვერ დაუკარგავ გლობალური ძვრების წაკითხვის უნარს. ნეთანიაჰუ ინსტინქტურად გრძნობს, რომ ამერიკული იმპერია კოლაფსირდება და ჩინეთი აღზევების გზაზეა. მისი მიმდინარე დიპლომატიური ვიზიტები და სატელეფონო ზარები მიუთითებს იმაზე, რომ მან იცის იმპერიის იჯარისვა და იწურება. ის ცდილობს ისრაელის ისეთ პოზიციონირებას, რომ მან გავლენა შეინარჩუნოს ამ ახალ სამყაროში, რომელიც ახლა იბადება. From the get-go. So shall we believe in Donald უნდა Trump? დავიჯეროთ თუ არა, რომ დონალდ ტრამპის პირობებში ლიბერალური დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენის იარაღად გამოყენების ეპოქა დასრულდა. შეგვიძლია ვენდოთ მის სიტყვას, როცა ამბობს, რომ ამ ინსტრუმენტებს აღარ გამოიყენებს. He won't use these weapons again. That's a good question. I think what you're seeing ეს ძალიან კარგი კითხვაა. ნება მომეცით ერთი შენიშვნა დავამატო. ბევრი ეს ორგანიზაცია, მაგალითად, ექიმების საზღვრების გარეშე, თავიდან გულწრფელი, ალტრუისტული მოტივებით შეიქმნა. მათ მართლა სურდათ ადამიანის უფლებების გაუმჯობესება და წამების დასრულება. მე ძალიან განვიცდი იმ გულწრფელი ადამიანების გამო, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობენ და ხშირად ჰუმანიტარულ მიზნებსა და იმ ინსტიტუტების პოლიტიკურ რეალობას შორის არიან მოქცეულნი, რომლებსაც ემსახურებიან. ეს უბრალოდ ადამიანური ბუნებაა, ზოგს კაცობრიობის სამსახური სურს, ზოგი კი თავად ორგანიზაციის ძალაუფლების გაზრდაზეა ფოკუსირებული. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ვხედავთ გადასვლას იმ რწმენაზე, რომ ეს ყველაფერი უსარგებლო ინსტრუმენტია. მათ აღარ სურთ ამაზე ენერგიისა და რესურსების ხარჯვა. ამის ნაცვლად ისინი ფოკუსირდებიან კონკრეტულ მატერიალურ აქტივებზე, უპირატესად ნავთობზე. ეს არის გადასვლა შიშველ რეალობაზე, რომელიც აღარ არის შეფუთული მაღალფარდოვანი რიტორიკით. ეს საშიშია, რადგან ასეთი მიდგომა ბევრად უფრო სწრაფად ააშკარებს ჩვენ ნაკლოვანებებსა და ნამდვილ ზრახვებს, ვიდრე ძველი მეთოდები. 1945 წლიდან მოყოლებული ისეთ ლიდერებს, როგორიც დვაიტ ეიზენჰაუერი იყო, გულწრფელად სჯეროდათ, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობას ამერიკისთვის სარგებლის მოტანა შეეძლო. ისინი ამას გლობალური სტაბილურობის ინსტრუმენტად მიიჩნევდნენ, ბირთვული არსენალის მუდმივი მზადყოფნის პირობებშიც კი. მას შემდეგ ჩვენ ეს ბალანსი დავკარგეთ და უკიდურესობებში გადავარდით. ჩვენ გადავედით რბილი ძალის მეშვეობით თვალის ახვევიდან ისევ ხისტი ძალის გამოყენებაზე, რათა მივაღწიოთ იმავე მიზანს, არ დაუშვათ ჩვენი იმპერიის კოლაფსი. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება მთელ მსოფლიოში, რომ ეს კოლაფსი რეალურად ხდება. დააკვირდით ამ გაბოროტებულ ხალხს, დააკვირდით საით მიდიან ისინი. ნახეთ, რამდენი ვირთხა ტოვებს ჩაძირულ გემს, რამდენი პოულობს ახალ თავშესაფარს და რამდენი მათგანი რჩება ნანგრევებში მოყოლილი. როტშილდები, JP მორგანები, J გულდები, ისინი არსად წასულან, ისინი თავის ადგილს ინარჩუნებენ. უბრალოდ დღეს გაცილებით უფრო დახვეწილ მეთოდებს იყენებენ, რაშიც მათ მნიშვნელოვნად ეხმარება კომპიუტერული ტექნოლოგიები და ციფრული ეკონომიკა. And aided majorly by computers and by the technology accompanying them.
Colonel, just very briefly. პოლკოვნიკო, დაახლოებით 5 წუთი დაგვრჩა. თქვენ ახსენეთ ბენიამინ ნათანიაჰუ. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტმა აშკარად შეცვალა რეგიონული და გლობალური პოლიტიკა, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა მსოფლიოში. გჯერათ, რომ ირანი ამ ეპოქის ფინალური კრიზისია? I think Iran is the last crisis. ამ კონფლიქტებმა ნამდვილად აქცია ბოროტების ბანალურობა გლობალურ ფენომენად. Do you think Iran and you just said თქვენ აღნიშნეთ, რომ ნეთანიაჰუ მანევრირებს ამ გლობალურ ძვრებში. ვფიქრობ, რომ ირანზე დარტყმის შესაძლებლობა უკვე ხელიდანაა გაშვებული. თუ ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ დასასრულისაგან, პირადად მე ერთი წამითაც არ მჯერა, რომ ეს დასრულდა. No, right? I don't believe that for a second. I mean, მე მჯერა, რომ ის უბრალოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდება. because that will also თუ ეს სიტუაცია ესკალაციაში გადაიზრდება, იქნება ეს ფართომასშტაბიანი შეჭრა თუ ირანის ხელახალი დაბომბვა. ჩვენი რეგიონის პატარა ქვეყნები იძულებულნი იქნებიან მხარე აირჩიონ. არ ამგონია საქართველოსნაირ ქვეყანას ნეიტრალიტეტის ფუფუნება მიეცეს. იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ კავკასია არსებითად ამ რეგიონის სტრატეგიული გაგრძელებაა. შედეგებს ჩვენ ყისიერად ვიგრძნობთ. and the fallout will be felt. Which is why that Chinese Southern Railroad. სწორედ ამიტომაა, რომ ჩინეთის სამხრეთის რკინიგზა პირდაპირ ამ დერეფანზე გადის. თქვენ ძალიან რეალურ საფიქრავს შეეხეთ. ვფიქრობ, ნეთანიაჰუს შექმნილ სიტუაციას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. მას ერთი დღითაც კი არ დაუცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც თითქოს ძალაშია. უფრო მეტიც, გაეროს ბოლო რეზოლუციამ, რაც გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის სირცხვილია, ფაქტობრივად საერთაშორისო კურთხევა მისცა კოლონიურ ძალებს. დაბრუნდნენ და ისრაელის საქმის ბოლომდე მიყვანაში დაეხმარონ. სწორედ ამ ჭრილქვეშ განახორციელებს დარტყმას ნეთანიაჰუ. ნახეთ მისი გამოსვლა 1-2 დღის წინ, წითელი ჰალსტუხით გამართული ინგლისურით პირდაპირ ირანელ ხალხს მიმართავდა. მან მიუთითა სამხრეთ ირანში არსებულ საშინელ გვალვაზე და უთხრა მათ, რომ განგაშის მომასწავებელი პროპორციით დაიხოცებოდნენ. შემდეგ წყლით სავსე ჭიქა აიღო და დალია. მან განაცხადა, ეს 48 საათის წინ კანალიზაციის წყალი იყო. ჩვენ გვაქვს საუკეთესო წყლის ტექნოლოგია დედამიწაზე და შეგვიძლია საკანალიზაციო წყალი სასმელად ვაქციოთ. ჩვენ შეგვიძლია ეს თქვენთვისაც გავაკეთოთ. თქვენგან მხოლოდ ჩვენი მოწვევაა საჭირო. ეს იყო თავხედური და ცინიკური სვლა. სხვას რას უნდა გეგმავდეს ის ამის გარდა? And what are you going to do other than that, Bibi? No, he's a master. დიახ, ის манипуляციებში ნამდვილად გაწაფულია. But Let me ask you the last question. ნება მომეცით ბოლო კითხვა ნეიტრალიტეტზე დაგისვათ. არ გულისხმობ მაინდამაინც ოფიციალურ აღიარებულ სტატუსს, ისეც მაგალითად როგორიც შვეიცარიას აქვს. არამედ თუნდაც ნეიტრალურ პოზიციას, რომელიც შესაძლოა ქვეყანამ აირჩიოს მისთვის დამანგრეველი ვითარების თავიდან ასაცილებლად. საქართველოში ნეიტრალური პოზიციის იდეა ხშირად დასავლელი პოლიტიკოსების, NGO-ებისა და მეინსტრიმული მედიის მიერ წარმოდგენილია როგორც პრორუსული ნარატივი. დიდი ხნის განმავლობაში ერთადერთი გამოსავალი, რასაც გვთავაზობდნენ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება იყო. რამდენად შეიძლება ნეიტრალიტეტი ამ მეინსტრიმული იდეის ლეგიტიმური ალტერნატივა იყოს? Substitution to this mainstream idea. I think that's probably the question of the ეს არ არის საქართველოსთვის დღის მთავარი კითხვა. როცა ნეიტრალიტეტზე ვფიქრობ, თვალწინ შვეიცარიული მოდელი მიდგას. მესმის, რომ თქვენი ისტორია და მთები განსხვავებულია და ისიც ვიცი, რომ თითქმის ყველა შვეიცარელი შეიარაღებულია, რამაც ისტორიულად ქვეყანაში შეჭრა ისეთ ძვირადღირებულ ფუფუნებად აქცია, რომ ჰიტლერმაც კი არ სცადა. თუმცა ნეიტრალიტეტის შვეიცარიული ვერსია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გეოგრაფია. ეს არის ფილოსოფია, რომელიც მსჭვალავს თქვენს ფინანსებს, ეკონომიკას და თქვენს სულსაც კი. შეხედეთ კოსტა-რიკას, რომელსაც ჯარიც კი არ ხავს და ნახეთ რამხელა სარგებელი მოუტანა მათ ამან გარკვეული დროის განმავლობაში. ახლა კი ჩვენი სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს შეთხზულ ნარატივებს კოსტა-რიკასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ უბრალოდ უნდა მოვიმოქმედოთ რამე მადუროს მიერ მთელი ნახევარსფეროს დაინფიცირების წინააღმდეგ. ნეიტრალიტეტი ეს ძალიან განსაკუთრებული მდგომარეობაა და ვიტყოდი, რომ შვეიცარიის გარდა არც ერთი ქვეყანა არ არის ამ სტანდარტული დეფინიციისთვის იმაზე უკეთ განლაგებული, ვიდრე საქართველოა. თქვენ უნდა მიიღოთ სარგებელი ყველასგან, ვინც თქვენს გარშემოა, ისე რომ არ დაიჭიროთ მხარე და არ ჩაერთოთ ომის გაჩაღების რეჟიმში. ალიანსში გაწევრიანება ან თუნდაც გაწევრიანების სურვილის დემონსტრირება შეიძლება ისეთივე გამაღიზიანებელი იყოს მეზობლისთვის, როგორც თავად ეს ალიანსია.
ნეიტრალიტეტი ალბათ ყველაზე რთული პოლიტიკური მდგომარეობაა დედამიწაზე ისეთი ძალების არსებობის გამო, როგორიცაა აშშ, რუსეთი და ჩინეთი. ამჟამად ჩინეთიდან შემაშფოთებელი ცნობები მოდის სამოქალაქო პოლიტბიუროსა და სამხედროებს შორის ურთიერთობაზე. ეს მაგონებს შეერთებულ შტატებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა სამხედრო უწყება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ბიუროკრატიად იქცა. მაგალითად, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, რომელიც ახლა კონგრესში გადის, შეერთებული შტატების სამხედროებს $1 ტრილიონ-ზე მეტს გამოუყოფს. სულ რამდენიმე წლის წინ 275 მილიარდზე ვდაობდით. ახლა კი მათ $1 ტრილიონი აქვთ და წარმოდგენა არ აქვთ რა უყონ მას. სავარაუდოდ ამ თანხების 20%-ს გაფლანგავენ, რადგან ელემენტარულ აუდიტსაც კი ვერ გადიან. ეს საშინელებაა, თუმცა ეს შეერთებული შტატების ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ერთეულია. ეს არ არის ნეიტრალური მიდგომა და ეს არ არის ის გზა, საითაც საქართველო უნდა წავიდეს. მე არ ვამბობ, რომ ჯარი უნდა დაშალოთ, მაგრამ სამყაროს ამ აგრესიული სამხედრო ასპექტის გარეშე უნდა დაუხვდეთ. You need to face the world without that kind of aspect. Yeah. Lasha. Please, Lasha. ერთი ფინალური და მოკლე კომენტარი. ჯერა სანამ რუსეთი აცნობიერებს, რომ სამხრეთ კავკასიიდან მომდინარე ბუნებრივი საფრთხე არ არსებობს და ამჟამად მართლაც ასია, მშვიდობა შესაძლებელია. ნებისმიერი საფრთხე, რომელიც ისტორიულად ამ რეგიონიდან აღმოცენებულა, თითქმის ყოველთვის დასავლური ძალების მიერ იყო ინსპირირებული და წახალისებული. ამის მტკიცებულებად შეგვიძლია საუკუნეების წინანდელი ამბებიც გავიხსენოთ. It was coming out. We can go. დიახ, ჩვენამდე ბრიტანელები იყვნენ. I was about to say we can go back 2-3. ზუსტად ამის თქმას ვაპირებდი. შეგვიძლია 200-300 წლით უკან გადავინაცვლოთ და შეხედეთ კერენსკის დროებითი მთავრობის პერიოდსა და ბოლშევიკების აღზევებას. იმ დროს ბრიტანეთი და ანტანტის ძალები ისეთ პარანოიაში იყვნენ და ისე დაიბნენ, რომ არ იცოდნენ მიატოვებდა თუ არა მათ რუსეთი, რათა ცენტრალურ ძალებს, კერძოდ გერმანიას შეერთებოდა. ეს იგივე გეოპოლიტიკური კომპლექსი დღესაც არსებობს. დიდი ბრიტანეთი ამაში ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა. მათ ყოველთვის ეშინოდათ ერთიანი ევრაზიული ფრონტის, მაგრამ დრო შეიცვალა. იდეა, რომ სამხრეთ კავკასია თავისთავად წარმოადგენს რუსეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს, სასაცილოა. რუსეთი თავს უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ გრძნობს, როცა დასავლური ძალები ამ რეგიონს იარაღად არ იყენებენ. The Western powers. როცა დიდი ძალები ამით არ თამაშობენ. And if Western powers sort of use it, weaponize. ზუსტად, თუ ეს გარეჩარევა მინიმუმამდე დაიყვანება, მშვიდობის, სტაბილურობისა და გეოეკონომიკური კეთილდღეობის მსგავსი რამ სრულიად შესაძლებელია. სწორედ ამაზე უნდა მოახდინონ ფოკუსირება საქართველომ და კავკასიის სხვა რესპუბლიკებმა. აკეთონ ფული და თავი შორს დაიჭირონ დიდი ძალების თამაშისაგან. ვფიქრობ, მართალი ხართ. ხმას თქვენ მოგცემდით. ვაფასებ ამას. შეიძლება ეს ადრეც გითხარით, მაგრამ ღირს გამეორება. ერთ-ერთი პირველი დეპეშა, რომელიც CIA-ის სადგურის უფროსმა ბეირუთიდან დაახლოებით 1947 ან 1948 წელს გამოაგზავნა, იყო ლენგლის სათაო ოფისის მკაცრი გაკიცხვა. ისინი ეუბნებოდნენ, მთელი ყურადღება საბჭოეთზე გადაიტანეო, მან კი უპასუხა: საბჭოეთი აქ პრობლემა არ არის, პრობლემა ეს ოხერი ბრიტანელები არიან. Yeah, if you look at history, they ზუსტად, ისტორიას თუ გადავხედავთ, მათ მართლა კარგად იციან, როგორ დაგიგონ მახე და მე შედეგზე პასუხისმგებლობა თქვენვე დაგაკისრონ. დიახ, ეს ასია, მართალია. That's right. That's right. So, Jamie, Anyway, ბატონებო, პოლკოვნიკო, დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით. ლაშა, დიდი მადლობა რომ ჩაგვერთე და ამ ინტერვიუს ორგანიზებისთვის ასევე დიდი მადლობა. Colonel, thank you so much for being with us. yeah, Thank you. so much. Thank you so much. Good luck to all It of you. was my pleasure to have you on the All of us. program. Take care.